გამარჯობათ, დღეს არის უკვე 9 ივნისი 2024 წლის და მეოთხე ძლევის წმინდა გიორგის რელიეფი გავაკეთეთ ჩავასხით ყალიბში, დაბაშირი ამოვიღეთ და აი თქვენს წინაშია მეგობრებო. ესე მდგომარეობაში ამოვიდა. მაგრამ ცოტა ისინი აქვს ბურთულებია გაკეთებული, ყველაფერი შეიპარა და მე ამას ამოვასეთ, ეგ არ არის პრობლემა ისე დანარჩენი ყველაფერი რიგზია. აი ესეთი სიმავლის 2 სანტიმეტრით ესეც გავაკეთეთ. ერთი აქ აქვს და შრება მდგომარეობაში. ამასაც ვაშრობთ. საკეთებს ეს წყალები და ეს უკვე თითქმის მშრალია. ეს უკვე ამას ცოტა დავამუშავებ, დავწმინდა უფრო კარგად და აი იმ დღეს რომ ახალი ტონირებას ვაძლევთ, ესე იგი ახალი ბრინჯაოს სახით, ეხლა გაჩვენებთ, აი ძველი ბრინჯაოს სახით გავაკეთებ მე შემდეგ. აქედან ცოტა ახლა მარჯვენა მხრიდან ძალიან კვეთრი შუქი ეცემა, მაგრამ სხვა ადგილიდან უფრო კარგად იკითხება. აი ესეთი არის ძველ სტილში, აი ესეთი იქნება, ესე რომ გამოდის იჟანგება აი მარილები და ისა ეს ამის იმიტაცია შევქმნილი და მე მგონი ძალიან კარგადაც დაემსგავსა იმ ძველ ჩაჟანგულ ბრინჯაოს. ეს გვერდიდან აი ესე მდგომარეობაში არის. ზუსტად გუშინ მეცი ტონირება. ჩავჟანგეთ. აი აქედან მხრიდან უფრო კარგად იკითხება, აქ ცოტა მეტი სინათლე შემოდის და მაგის ბრალია უცებ ძალიან ჭრის. აი ესეთი მდგომარეობით არის. ნახეთ ალბათ როგორც არის მოგეთებული. რა ძველი დაჟანგული ბრინჯაოს იერი ესეთი ფორმით, ესეთ ფორმაში არის. აი ესეთი სახე აქვს ბრინჯაოს. ეს ერთი იქნება აი ესეთ მდგომარეობაში, ამას არ ჭირდება პატინირება, ანუ დაჟანგვა. ეს რომელიც უნდა მივიტანო თვითონ ბრინჯაოს ჩამოსხმელთან. აი რომ ჩამოასხამს, მე იქ შეგვიძლია თუ სურვილი გვექნება ჩავჟანგოთ აი ამ ტონალობით, თუ არა და დავტოვოთ ისეთი როგორიც იქნება, უმელიდან რო გამოვა ეს ბრინჯაო რო ჩამოისხმება, მოყავის უფრო, მოშინდის უფრო და აი ესეთი თითბერის ფერი იქნება რა. აი როგორც აქ არის. და ემშარავანდეთ მე აი მოვაოქროვებთ და იქნება ლამაზი და დიდებული. აი ეს რაც მინდოდა მეთქვა.